მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით დამსწრე საზოგადოებას, ადამიანებს, რომლებიც უსმენენ ჩვენს კომიტეტის სხდომას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები ადგილზე ვართ, კორუმი გვაქვს, შეგვიძლია რომ დავიწყოთ სხდომა. დღეს ეს გათვალისწინებული გვაქვს, გქონდა ერთი საკითხი, ეს იყო საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი პარლამენტის წევრების მიერ შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონშესრულების შეტანის თაობაზე და უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონშესრულების შეტანის შესახებ კანონის პროექტები. ამავდროულად ჩვენ დაგვემატა ერთი საკითხი გუშინდელი ბიუროს შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად დაეწერა გენერალური პროკურორობის კანდიდატის განხილვის საკითხი. წარმოდგენილი არის ბატონი გიორგი კვარაკიძის შესახებ წარდგინება საპროკურორო საბჭოს მიერ და გთხოვთ ჩვენის ხელმოწერებით უკვე წინასწარ შევიტანეთ დღის ეს რიგში. გთხოვთ რომ ორივე საკითხთან დაკავშირების ორივე საკითხის გათვალისწინებით დავამტკიცოთ დღის ეს რიგი, ვინ არის მომხრე. მადლობთ. ამავდროულად კოლეგებო, გთავაზობთ რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენით დავიწყოთ ჩვენი კომიტეტის სხდომა. როგორც მოგეხსენებათ, წარმოდგენილი არის გიორგი კვარაკიძის კანდიდატურა. მოკლედ მოგახსენებთ ინფორმაციას. ბატონო გიორგი დაბადებული არის ქალაქ ქუთაისში 1980 წელს. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციებზე. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია, ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ამავდროულად იგი სხვადასხვა დროს იკავებდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსისას თანამდებობას, ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილისას. შემდეგ წლების განმავლობაში იგი საქმიანობდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში. 2025 წელს იგი დაინიშნა თბილისის პროკურორად, ხოლო შემდეგ 2025 წლის 4 ივნისიდან დღემდე იკავებს საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობას, შესაბამისად ასრულებს გენერალური პროკურორის მომავლეობასაც. მის რაც შეგიძლია ვთქვათ, იგი გამოირჩევა თავისი პროფესიონალური საქმიანობით წლების განმავლობაში. პროკურატურაში საქმიანობიდან გამომდინარე არის მაღალი პროფესიონალი, როგორც იურისტი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია რომ მოусმინოთ ბატონ გიორგის, ბატონ გიორგი, გთხოვთ მოგზანდეთ და წარუდგინოთ თქვენი ხედვა კომიტეტს და შესაბამისად საზოგადოებასაც. მოგესალმებით. ჩემთვის დიდი პატივია წავსდგე თქვენს წინაშე, კომიტეტის წინაშე და წარმოგიდგინოთ ჩემი ხედვა პროკურატურის შემდგომი განვითარების შესახებ. შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩემი პროგრამა. მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია პროკურატურის სისტემის სწორი და შეუფერხებელი განვითარება. რისთვისაც აუცილებელია პრიორიტეტულ დანაშაულებზე რეაგირების მექანიზმის დახვეწა და პროკურატურის შიდა ინსტიტუციური გაწლიერება. ბოლო წლების სამართლებრივმა რეფორმებმა უდაოდ დადებითი გავლენა იქონია სისხლის სამართლის უკეთესი პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებაზე. პოლიტიკის აღსრულება უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების გამოწვევების და საჭიროებების სწორ ანალიტიკას და დარღვეული უფლების აღდგენის მექანიზმების ხელშეწყობის უზრუნველყოფას. ჩვენს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, რომელსაც ყოველდღიურობაში აღვასრულებთ და პრიორიტეტს მივანიჭებთ. ამიტომ აუცილებელია დროულად განახლდეს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რაც ჩემი არჩევის შემთხვევაში უახლოეს დროში აღსასრულებელი დაპირება იქნება. სამომავლოდ საჭიროა პროკურატურა დროულად აიდენტიფიცირებდეს ცალკეული დანაშაულის გავრცელებისა და გავლენის მდგომარეობას და ზრუნავდეს საპროკურორო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი მითითებების შემუშავების პრაქტიკაზე. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორი, მოქნილი და საჭიროებებზე ორიენტირებული აღსრულება შეუძლებელია საკანონმდებლო ორგანოსთან მჭიდრო კომუნიკაციის და თანამშრომლობის გარეშე. ამ მექანიზმს უფრო აქტიურად უნდა იყენებდეს პროკურატურა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე წინადადების სახით აწვდიდეს ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს.
სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულების ხელშესაწყობად აქტიურად უნდა გამოვიყენოთ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მაკოორდინირებელი უწყების უფუნქციას და დარღვეული უფლების აღდგენის მექანიზმების გაუმჯობესებისთვის გავზარდოთ სისხლის სამართლწარმოებაში ჩართულ სუბიექტებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა. Ფიქრობ უნდა გაიზარდოს საპროცესო შეთანხმების დასრულებულ საქმეთა პროცენტული მაჩვენებელიც, მათ შორის სამართლწარმოების ადრეულ ეტაპზე დასრულებას უნდა მივანიჭოთ პრიორიტეტი. უფრო თამამები შეგვიძლია ასევე ვიყოთ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საკითხებშიც. გულისხმობ ცალკეული კატეგორიის დანაშაულებზე განრიდების მექანიზმის გამოყენების გაფართოებას, რომელიც დაზარალებულის ინტერესების და ბრალდებულის უფლებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების დაბალანსებულ აღსრულებას შეუწყობს ხელს. მოგეხსენებათ, ევროპული მაჩვენებლით საქართველო თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა 100,000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით. ვფიქრობ, ამ კუთხით შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენს მიერ პატიმრობის გამოყენების პოლიტიკას და ვიფიქროთ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების ხვედრითი წილის გაზრდაზე. ხელშემწყობი იქნება თუ ბრალდების მხარეს ექნება მეტი შესაძლებლობა არჩევანი გააკეთოს აღკვეთის ღონისძიებებს შორის. საომავლოდ სამსჯელოა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმების გამოყენების შესაძლებლობის გაფართოებაზე. ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის საქმეებზე. შეუძლებელია სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულება და დანაშაულის პრევენცია ინფორმირებული მოქალაქის გარეშე. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კომპონენტის გაძლიერებისა და დანაშაულის პრევენციისთვის ვიზრუნებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პოლიტიკის შენარჩუნებაზე. გავაგრძელებთ მნიშვნელოვან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებზე დროული ინფორმირების პოლიტიკას. ვფიქრობ, აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პროკურატურასთან კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების მარტივი შესაძლებლობა, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი ოფიციალური გვერდის საშუალებებით მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდებს საბაზისო ინფორმაციას სისხლის სამართლის წარმოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაცია განცხადებლის, მოწმის, დაზარალებულის უფლებებისა და პროკურატურასთან ურთიერთობისას შესაძლო სამართლებრივი მოლოდინების თაობაზე. სწრაფი მართვსაჯულება, პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება, სავალდებულო დაცვა, სასჯელის შემსუბუქების საკანონმდებლო შესაძლებლობები და სხვა. სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორი აღსრულებისთვის უმთავრესი ფაქტორი დამოუკიდებელი და დაცული თანამშრომელია. საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებით საკმარისად უზრუნველყო პროკურორის დამოუკიდებლობა, რომლის გაძლიერება ჩემი გენერალურ პროკურორად დამტკიცების შემთხვევაში პრიორიტეტული საზრუნავი იქნება. დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა კი გადაწყვეტილებების მიღებისათვის მეტად დამოუკიდებელი პრაქტიკის ხალისებით წარმომიდგენია. პროკურორის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველსაყოფად განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სპეციალიზაციის საჭიროებაზე. მიმართულებებზე, რომელთა თემატურ სწავლებასა და მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრაქტიკის დროულ გაზიარებაზე. საქმიანობის ხელშეწყობისთვის, რა თქმა უნდა, საკადრო რესურსის სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თანამშრომლის დაცვის ძლიერი სოციალური და სამართლებრივი გარანტიების ქონა, წახალისების პროცესის ობიექტურობა, დაწინაურების და დისციპლინურ გადაცდომაზე რეაგირების სამართლებრივი სისტემა ამ სტაბილურობის ხელშემწყობი და წამახალისებელი საშუალებებია, რომლის გაძლიერებაზეც ყოველთვის ვიზრუნებ. საკადრო რესურსის შენარჩუნებასთან ერთად ახალი თაობისთვის უნდა გავზარდოთ პრაქტიკის გავლის ხელმისაწვდომობა, რომელიც საწყისი საფეხურიდან მათ პოტენციალზე დაკვირვების საშუალებას მოგცემს. ტექნოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან უკეთესი ადაპტაციისთვის კი თანამშრომელს ხელი უნდა მიუწვდებოდეს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებზე და ინფრასტრუქტურულად გამართულ სამუშაო გარემოზე. სახელმწიფოს მმართველ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით გავაგრძელებ ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ გაუმჯობესებაზე ზრუნვას. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი საჭიროებიდან, დანაშაულის გავრცელებიდან და მიყენებული ზიანის ტვირთიდან გამომდინარე, მინდა ყურადღება გავამახვილოთ ცალკეულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვისაუბრო პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულზე, რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე. სპეციალური სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაულების, ფულის გათეთრების, სამოხელეო და კორუფციული დანაშაულების გამოვლენისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს შორის გამოყოფთ სტრუქტურულ ოპტიმიზაციას, გაუმძიებელთა თემატურ გადამზადებას, დანაშაულებრივი ქონების მოძიებისა და ამოღების მექანიზმების გააქტიურებას და უწყებათა შორისი თანამშრომლობის გაძლიერებას. პროკურატურის სისტემაში დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 85 გაუმძიებელი. რაც ვფიქრობ, არასაკმარისი რესურსია პროკურატურის ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებზე ეფექტიანი და დროული რეაგირებისთვის. შესაბამისად, საომავლოდ საჭიროდ მიმაჩნია კადრების ოპტიმიზაციაც.
აქვე მინდა შევეხო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების პროკურატურისთვის გადმოცემის მიმდინარე რეფორმას. ვფიქრობ, ამ ფორმატით დანაშაულზე რეაგირება ბევრად უფრო სწრაფს და მოქნილს გახდის გამოძიებას, ხოლო პროკურატურას მისცემს შესაძლებლობას მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსით დაიკმაყოფილოს კადრების ოპტიმიზაციის საჭიროება. ამ ახალი ადამიანური რესურსის უკეთესი ინტეგრაციისთვის საჭირო იქნება პროკურატურის საგამოძიებო მიმართულებისთვის ყველაზე მოქნილი სტრუქტურული რეფორმის შერჩევა. ვფიქრობ, შესაძლებელია ერთიანი საგამოძიებო სტრუქტურის ქვეშ ცალკეულ თემატურ მიმართულებებზე მომუშავე საგამოძიებო დანაყოფების გაერთიანება, რაც მეტად პრაქტიკულს გახდის მიმართულების ხელმძღვანელობას და გაამარტივებს სტრუქტურის შიგნით სუბიექტებს შორის ინფორმაციულ კოორდინაციას. საკადრო ოპტიმიზაციასთან ერთად ვფიქრობ, შედეგიანობის ზრდაზე პირდაპირ გავლენას იქონიებს თემატური გადამზადების პრაქტიკის დანერგვაც, ისეთ მიმართულებებში ცოდნის გასაღრმავებლად, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვები, სახელმწიფო ქონების განკარგვის, საბიუჯეტო სახსრების ათვისებისა და საბიუჯეტო დაფინანსების ხარჯვის მართლზომიერების შესასწავლად აუცილებელი საკითხები, ფულის გათეთრების გამოვლენის, ასევე უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების მოძიების და ამოღების თანამედროვე პრაქტიკები. შიდა სტრუქტურულ რეფორმებთან ერთად პროკურატურის ქვემდებარე დანაშაულის გამოვლენისა და ინფორმაციის სწრაფი გაცვლის პრაქტიკის დანერგვისთვის არსებითად მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მაკონტროლებელ და სარევიზიო დანაყოფებთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საექსპერტო დაწესებულებებთან. აქვე ცალკე პრიორიტეტად მინდა გამოვყო საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა. ვფიქრობ, გასაზრდელია პროკურატურის საგამოძიებო მიმართულების ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგიანობა. მათ შორის ყურადღება უნდა გამახვილდეს სახელმწიფო პროგრამული დაფინანსების ხარჯვის მართლზომიერების საკითხებზე და სახელმწიფო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე. გასაძლიერებელია სამოხელეო და კორუფციულ დანაშაულებზე პარალელური ფინანსური გამოძიების არსებული პრაქტიკაც, მაღალი რისკების სფეროების იდენტიფიცირების და დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მაჩვენებელი. ვფიქრობ, დანაშაულში თანამონაწილეთა იდენტიფიცირების, სამართალწარმოების დაჩქარებისა და ქონების ჩამორთმების უზრუნველსაყოფად დანაშაულში ჩართული და მოთანამშრომლე პირების მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საპროცესო შეთანხმების გზით სამართლებრივი შეღავათების გავრცელების პრაქტიკაც. საგამოძიებო მიმართულების პრიორიტეტული და გაძლიერების პარალელურად მინდა მოკლედ ვისაუბრო საპროკურორო საქმიანობის იმ მიმართულებებზე, რომელზეც მნიშვნელოვნად მიმაჩნია პრიორიტეტული ხაზგასმა. თაღლითობა და კიბერდანაშაული ერთ-ერთი გავრცელებული დანაშაულია, მუდმივად იცვლება მისი ჩადენის ხერხი, საშუალებები და მტკიცებულებათა განადგურების შესაძლებლობები. ეკონომიკური განვითარების პარალელურად კი იზრდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის თვერთიც. მიუხედავად იმისა, რომ საპროკურორო პრაქტიკაში ამ კატეგორიის დანაშაულზე რეაგირების მექანიზმები მუდმივად უმჯობესდება, ჯერ კიდევ არსებობს ისეთი გამოწვევები, როგორიცაა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება, ქმედების შეფასების არაერთგვაროვანი პრაქტიკა, დანაშაულის გამოვლენისა და მტკიცებულებათა მოპოვების ახალი მეთოდების პრაქტიკასთან ადაპტაციის საჭიროება. ამ გამოწვევების საპასუხოდ აუცილებელია კომპლექსური მიდგომები, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ პროკურატურაში შიდა სტრუქტურულ რეფორმებს, ხოლო მეორე მხრივ საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხის გაზრდას სპეციალური ცოდნის, გაზიარების და საქმიანობის მხარდაჭერის გზით. ტერიტორიული განფენილობის მიხედვით დანაშაულის რაოდენობის გათვალისწინებით ვფიქრობ პირველ ეტაპზე თბილისის პროკურატურის სისტემაში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფის შექმნას, რომელიც დაკომპლექტდება გადამზადებული პროკურორებით. ისინი საპროცესო ხელმძღვანელობას გაუწევენ მხოლოდ ამ კატეგორიის სისხლისამართლის საქმეებს, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნის, მაჩვენებლის ზრდას და დააჩქარებს შემაჯამებელი გადაწყვეტილებების მიღებას. გამოწვევაა კიბერდანაშაულიც, რომლის ჩადენის მეთოდები და დანაშაულებრივი კვალის დაფარვის შესაძლებლობები ყოველდღიურად იხვეწება. ხშირად კი ორგანიზებული დანაშაულის სტატუსით ოპერირებს. კიბერდანაშაულის გამოძიების და საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხის გასაზრდელად მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება, სერვისის მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაცია, სამართლებრივი დახმარების მექანიზმების გამოყენება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია ამ დანაშაულებზე ზედამხედველი პროკურორების განგრძობადი გადამზადება, სამოსამართლო და საპროკურორო საქმიანობისას მიღებული გადაწყვეტილებების დროული ანალიზი და სახელმძღვანელო მითითებების მომზადება ერთგვაროვანი პრაქტიკის დასანერგად. ამ კატეგორიის დანაშაულზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად უნდა იქნეს წახალისებული ზიანის დროული ანაზღაურების ხელშეწყობის პოლიტიკა. შესაბამისად არ გამოუვიწყავ დანაშაულში ჩართული და მოთანამშრომლე პირების მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენებას. უკვე ვისაუბრეთ თაღლითობასა და კიბერდანაშაულზე და აქვე უნდა ვახსენო ფულად საკრედიტო და საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულები.
სახელმწიფო სისტემის ეკონომიკური მდგრადობისთვის ამ დანაშაულზე რეაგირების მოქნილი მიდგომების და სწრაფი წარმოების არსებობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. მიუხედავად გავრცელების მასშტაბისა, მიმაჩნია, რომ უნდა შევინარჩუნოთ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მინიმალიზების პოლიტიკა, ორიენტირებული ვიყოთ თავისუფალ ეკონომიკურ ურთიერთობებში, ბრალდებულის დაბრუნების შესაძლებლობის მიცემასა და ზიანის ანაზღაურებისთვის ხელშეწყობის პრაქტიკაზე. აუცილებელია განახორციელოს ცალკეულ ფინანსურ დანაშაულებზე სახელმწიფო მითითებები, გაიზარდოს განრიდების გამოყენების პრაქტიკა და გაძლიერდეს საპროცესო ზედამხედველობის მექანიზმი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დასაჩქარებლად. ვისაუბრეთ კიბერდანაშაულზე, როგორც ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ სახეს და აქვე აღვნიშნავ, რომ ორგანიზებული დანაშაულის გავლენა ხშირად ცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს. რთულია დანაშაულებრივ ჯაჭვში ჩართული ყველა რგოლის გამოვლენა. საჭიროებს ურთიერთთანამშრომლობისა და ოპერატიული შესაძლებლობების მაქსიმალურ კონსოლიდაციას, პრევენციული და შედეგიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად. ორგანიზებული დანაშაულის მიმართ სისხლის სამართლის მკაცრი პოლიტიკის გატარების მხარდამჭერი ვარ. მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის პირობების არსებობისას მიმაჩნია მისაღებად საპროცესო შეთანხმების გამოყენება და ისიც უპირატესად საპატიმრო სასჯელზე გარიგებით. მნიშვნელოვანია ქმედითად გამოვიყენოთ უწყებათა შორისი თანამშრომლობის მექანიზმებიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებისა და პოზიტიური გამოცდილების გასაზიარებლად. ხაზი მინდა გავუსვა ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სახეს ნარკოტიკულ დანაშაულს. ქვეყნებს შორის ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილების გამარტივებამ და ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელების გლობალიზაციამ ხელი შეუწყო ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ზრდას. ცხადია მზარდია ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებისა და რეალიზატორების გამოვლენის რიცხვიც და მკაცრია რეალიზატორთა მიმართ სასჯელის გამოყენების პრაქტიკა. სრულად ვუჭერ მხარს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ ბრძოლის მეთოდების გამკაცრების გაცხადებულ პოლიტიკას. ვფიქრობ, სამომავლოდაც მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს რეალიზატორების მიმართ საპროცესო შეთანხმებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა შეხავათების გამოყენების შესაძლებლობა. თუ სახეზე არ არის განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევა და პირობები. მიზანშეწონილია ამ შემთხვევაშიც მხოლოდ საპატიმრო სასჯელის გამოყენება. საჭიროა გაიზარდოს იდენტიფიცირებული რეალიზატორის დანაშაულებრივი კავშირების გამოძიების პრაქტიკა და დანაშაულებრივ ქსელში ჩართული ხელშემწყობი პირების მიმართ გატარდეს დაბალანსებულად მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. დანაშაულის გასახსნელად ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების დაგეგმვისა და აღსრულების თანამედროვე პრაქტიკის ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოებს შორის დისტანციური ვაჭრობის და კომუნიკაციების არხების განვითარების გამო. გამოწვევა ამ არხით კანონმოვაჭრე, ნარკომოვაჭრე პირების გამოვლენა და გადახდის საშუალებების, მათ შორის კრიპტოვალუტის მიდევნება. ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მკაცრი პოლიტიკა ორგანიზატორთა მიმართ და სწრაფი მართლმსაჯულების დაბალანსებული მექანიზმების გამოყენებით წავახალისოთ მოთანამშრომლე პირები, რომლებიც ხელშეუწყობენ დანაშაულის გახსნას. ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად ვემხრობი პროკურორთა განგრძობადი გადამზადების პრაქტიკას, ნარკოტიკული დანაშაულიდან მიღებული შემოსავლების დადგენისა და კვალის მიდევნების მეთოდებზე, მათ შორის ციფრულ ვალუტაში კონვერტირებული ქონების მოძიების შესაძლებლობებზე და მტკიცებულებათა მოპოვების ახალ მეთოდებზე. მინდა შევეხო ასევე მომხმარებელთა მიმართ გასატარებელ პოლიტიკასაც. მზარდი რაოდენობის მიუხედავად მნიშვნელოვანია მათ მიმართ დაბალანსებული პოლიტიკის გატარება, რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის ხელშემწყობის სასჯელის შერჩევა და ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად პროკურორებისთვის სახელმწიფო მითითებების შემუშავება. მივესალმები საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ ცვლილებებს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც დანაშაულის გავრცელების შემცირების და მომხმარებლის დამოკიდებულებისგან გათავისუფლების ხელშემწყობ საშუალებად მიმაჩნია. ვისაუბრე სახელმწიფოებს შორის დისტანციური ვაჭრობის და კომუნიკაციების არხების განვითარებაზე, როგორც ნარკოტიკული დანაშაულის გავრცელების ხელშემწყობ ფაქტორებზე და მინდა გავაგრძელო საუბარი საკომუნიკაციო არხების განვითარების უარყოფით გავლენაზე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მოწყვლადობის ნაწილშიც. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმდებარე რეფორმის ფარგლებში პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო გავრცელების ფაქტებზე გამოძიების წარმოების პასუხისმგებლობაც პროკურატურის ქვემდებარე გახდება და ამ დანაშაულის მზარდი ხასიათიდან და დაზარალებულისთვის მიყენებული მორალური ზიანის სიმძიმიდან გამომდინარე მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების დახვეწა და მართლმსაჯულების აღსრულება ჩემი სტრატეგიული პრიორიტეტია. საგამოძიებო მიმართულების სტრუქტურულ რეფორმაში მოვიაზრებ ამ დანაშაულზე მომუშავე თემატური დანაყოფის არსებობასაც, რომლის შემადგენლობა ექსკლუზიურად მხოლოდ ამ დანაშაულის გახსნაზე იმუშავებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის საქმეზე დაჩქარდეს პროკურორის მხრიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა და მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოთ მსხვერპლთათვის ვიქტიმიზაციის ტვირთის შემსუბუქება.
ამ მიზნით უნდა გავაძლიეროთ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობა სამართლწარმოების პროცესში და განგრძობადად ვიზრუნოთ პროკურორებთან და გაუმძიებლებთან ერთად მათ გადამზადებაში ფსიქოლოგიაში. საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად უნდა ვიმუშაოთ პროცესუალურ რეგულაციებზე, რომ მხარეთა მიერ ინფორმაციის გაცვლის ნორმებში მკაფიოდ ჩაიწეროს და შეიზღუდოს პირის ინტიმური ან პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მასალის ასლით გამრავლების პრაქტიკა. რა თქმა უნდა, მხარისათვის გაცნობის ხელმისაწვდომობის შეუზღუდავად. ამ დანაშაულზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს უპირატესად უნდა გამოვიყენოთ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი. პრევენციული გავლენის გასაძლიერებლად კი გავზარდოთ კომუნიკაცია მოქალაქეებთან, ხოლო ამ დანაშაულის ყველაზე მოწყვლად მსხვერპლებს, ბავშვებს და არასრულწლოვნებს შევუქმნათ ვიქტიმიზაციის ტვირთის შემამსუბუქებელი პროცესუალური გარემო. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დასაცავად პროკურატურის ღია საკომუნიკაციო არხებზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის გასაგებ ენაზე განსათავსებელია ინფორმაცია ამ დანაშაულის მზარდი ხასიათის, საფრთხეების, უფლების დარღვევის გავრცელებული მეთოდების და თავის დაცვის საშუალებების შესახებ. ბავშვები და არასრულწლოვნები არამხოლოდ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საფრთხეების მიმართ არიან მოწყვლადები, მაღალია სხვა დანაშაულით მათთვის ზიანის მიყენების მაჩვენებელიც. ასევე მზარდია მათი როგორც დამნაშავე პირების დანაშაულში ჩართვლის ალბათობაც. დანაშაულში მონაწილე არასრულწლოვნებისთვის რესოციალიზაციის შანსის მიცემა და მსხვერპლთათვის ვიქტიმიზაციის სიმძიმის შემსუბუქება სწორ პრიორიტეტად მესახება. ბოლო წლებში არაერთი რეფორმა გატარდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების, ასევე მოწმე და დაზარალებულ ბავშვებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების დანერგვისთვის. ეს მიმართულება პროკურატურის სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტია და აუცილებელია დარჩეს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ერთი მხრივ დანაშაულზე პროპორციული სამართლებრივი პასუხი და მეორე მხრივ არასრულწლოვნის მართლმსაჯულების ტვირთის შემსუბუქება საპროკურორო საქმიანობის ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენს. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენის მზარდი მაჩვენებელი კი დღევანდელობის გამოწვევაა. ამიტომ სამომავლოდ დაბალანსებული სისხლის სამართლის პოლიტიკის დაგეგმვისთვის საკვლევია არასრულწლოვან ჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რეციდივი. პრევენციის გასაძლიერებლად კი ვებგვერდზე გავანთავსებთ გზამკვლევს არასრულწლოვნებისთვის, სადაც გამარტივებული ფორმით მათთვის გასაგებ ენაზე იქნება მიწოდებული ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას მათი უფლება-მოვალეობების შესახებ. სამწუხაროდ ტექნოლოგიურმა პროგრესმა გაზარდა ცალკეულ დანაშაულთა მიმართ ბავშვების მოწყვლადობა. საგრძნობლად მომატებულია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით შანტაჟის, პროსტიტუციისა და შრომით ტრაფიკინგში ჩართვის საფრთხეები და ზოგადად ამ კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებული ნეგატიური გავლენები, რაც ხშირ შემთხვევაში მსხვერპლ ბავშვებს უბიძგებს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისკენ. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება და უფლებების დაცვის შესაძლებლობებზე ბავშვის დროული ინფორმირება. პროკურატურის სტრატეგიული მიზნის შესაბამისად გავაგრძელებთ ბავშვებზე მორგებული გარემოს კონცეფციის განვითარებას, მათ შორის ბავშვზე მორგებული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს, ბავშვების მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვა, მათი ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი უნდა იყოს, რაშიც უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ პროკურატურის მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორის რესურსი. გამოვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რომ ბავშვის, განსაკუთრებით მსხვერპლის უფლებების დაცვის მიმართულებით კიდევ უფრო დაიხვეწოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და შეიქმნას მეორეული ვიქტიმიზაციის მინიმალიზაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე მონიტორინგის განხორციელების პარალელურად გაძლიერდეს ზედამხედველობის მექანიზმი. ვფიქრობ, ამ კუთხით გასააქტიურებელია და გასატარებელია შიდა სტრუქტურული რეფორმა და ჩამოსაყალიბებელია სპეციალიზებული დანაყოფები, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სათანადო კვალიფიკაციისა და უნარჩვევების მქონე პროკურორებით, რომლებიც ექსკლუზიურად უხელმძღვანელებელ აღნიშნულ საქმეებს. ეს ასევე შესაძლებლობაა კიდევ უფრო გავზარდოთ მოწყვლადი კატეგორიის პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების ეფექტიანობა. ამავდროულად სპეციალიზებულ პროკურორებს უნდა შეუქმნათ განვითარებისა და უნარჩვევების გამოჯობესებისათვის განგრძობადი განათლების სისტემა. ვიცადე მოკლედ გამეზიარებინა მოსაზრებები პროკურატურის სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტებზე. მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი, რადგან გენერალური პროკურორის თანამდებობა და ამ უფლებამოსილების აღსრულების საკანონმდებლო მექანიზმები პრიორიტეტებზე ზრუნვის და მათი ხელშეწყობის მაქსიმალურ შესაძლებლობას მომცემს. მადლობთ ყურადღებისთვის და საათ ვარ კითხვების არსებობის შემთხვევაში გიპასუხოთ. მადლობა ბატონო გიორგი, ბატონო გეკითხოთ, რომ დავძანდეთ და იგავოთ ადგილი და შესაბამისად კოლეგებს ეკნებათ კითხვები და დასვამენ. დიახ, ბატონო, გკითხოთ.
მადლობა თავმჯდომარე, მოგესალმებით ბატონ გიორგი. წარმატება მინდა გისურვოთ ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში. ძალიან ასე ვთქვათ, დიდი გულისხმობით უსმენდი თქვენს შესავალ სიტყვას, იმ მთავარ ხაზებს თუ კონტურებს, რომელიც თქვენი პრიორიტეტი იქნება არჩევის შემთხვევაში. მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად შთამბეჭ დავიარის და მოწონებას თუ დადებით შეფასებას იმსახურებს რიგი მიზეზებიდან გამომდინარე და ამასაც ვიტყვი. საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ რეალურად ხშირია ხოლმე შემთხვევა, რომ რაღაც მიმართულებები შეიძლება იყოს მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ან თუნდაც პირდაპირ ვთქვათ ფურცელზე იყოს დატანილი, მაგრამ ან ხშირ შემთხვევაში ის პრაქტიკაში ვერ მოიმსახუროს იმ ბიზნეს და ამოცანებს, რაც გაცხადებული არის, ან რეალურად მისი აღსრულება ან პრაქტიკაში გატარება შეუძლებელი იყოს. მაგრამ თქვენს მიერ გაცხადებული კონტურები მინდა გითხრათ, რომ ძალიან საჭიროებო არის და მართლაც აქტუალური არის. მე ყველას შევახსენებ, რომ ძირითადი საკითხები, რომელიც ეხებოდა მე მონიშნული მქონდა, ეს არის სწრაფი და ეფექტური მარცხაჯულების განხორციელებას, რომელიც არის მე ვიტყოდი, რომ თანამედროვე მარცხაჯულების ქვაკუთხედი ან მიმართულება, გნებავთ ნოუ-ჰაუ დავარქვათ, როგორც მინდა ისე შევაფასოთ, მაგრამ ეს არის მართლაც მთავარი მიმართულება, რომ ჩვენ და ჩემთვის მისასალმებელია პირადად, რომ ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად გარმავდება თქვენი მუშაობის ძალისხმევა. ნამდვილად დადებით შეფასებას იმსახურებს პროკურატურის საქმიანობა ბოლო პერიოდში რამოდენიმე წელი არის, რომ ეს მართლაც უაღრესად დადებით შეფასებას იმსახურებს და ეს თქვენი ყველა ძალისხმევა არის. მე მინდა თვითოულ პროკურატურის თანამშრომელს, პროკურორს უსურვო წარმატება და მეტად როგორ გითხრათ, მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში განუხრელ და მაღალ კვალიფიციურ შეფასებას იმსახურებენ, იმიტომ რომ ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ, ვინც ვერ ხედავს, უნდა გრძნობდეს ამას და ეს ნამდვილად ასე არის, როდესაც პროკურორი თავის საქმიანობას კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად აკეთებს და ახორციელებს მაღალ კვალიფიციურად. ამის შემადგენელი ნაწილი არის, მე ვიტყოდი, განრიდება და საპროცესო შესაქმება უფრო ფუნდამენტური სწრაფი და ეფექტური მარცხაჯულების ღერძი არის, მაგრამ მისი დაამატება, რომელიც განრიდებას ეხება, ეს მართლაც სიახლე არის ჩვენს მარცხაჯულების პრაქტიკაში და მე ვესალმები იმას, რომ თქვენი ძალისხმევა იქნება მიმართული იქითკენ, რომ ეს განრიდება კიდევ უფრო მეტად თამამი თქვენს მიერ ნახსენების სიტყვა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თამამი ამ გადაწყვეტილებაში, ეს არის უდაოდ მნიშვნელოვანი. თუ რაიმე დავამატებდი აი ამ ბოლო პერიოდში საპროკურორო საქმიანობის განხორციელებას, ეს არის სწორედაც ეგ, რომ ჩვენ არ უნდა ასე ვთქვათ არ მინდა შეშინება სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ უფრო მეტად ხო უპრიანი იქნება, რომ ვიყოთ თამამები ამ გადაწყვეტილებაში, რომ დიახ, გამოვიყენოთ ეს მექანიზმი, რომელიც არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და მეტიც ჩვენი ორიენტირი და ჩვენი კანონმდებლობის, რომ სასჯელის გარდუვალობასთან ერთად რაც გულისხმობს ამავდროულად, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი არის რესოციალიზაციას პირის, რომ ის მან გააცნობიეროს თუ რა ქმედება ჩაიდინა და სად მოვიდა კანონთან წინააღმდეგობაში და ის თუ მართლაც იმსახურებს და რესოციალიზაციის ღირსი არის და მე ვფიქრობ, რომ ამის მთავარი ძალისხმევა ჩვენი ყველასი სწორედ ეს არის. დიახ, თამამი უნდა ვიყოთ და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ კუთხით იქნება მუშაობა და გადახედილი იქნება კიდევ სად შეიძლება სივრცე იყოს, რომ ხელოვნური ჩამკეტები არ გაჩნდეს, იმიტომ რომ საადვოკატო პრაქტიკის პერიოდში ხშირი იყო, როდესაც ამ ასე ვთქვათ ხელოვნურ ჩამკეტებს ვაწყდებოდით რიგ შემთხვევაში, როდესაც პროკურორმა ძალიან კარგად იცის, აღარ ვსაუბრობ თვითონ მხარეზე, მაგრამ არის ხელოვნური ბარიერი, ჩამკეტები იმისა, რომ ვერ იქნება გამოყენებული. ან არის მაგალითად მეორე შემთხვევა, როდესაც
ასეთი დამკვიდრებული ტერმინი, რომ პრაქტიკის მიხედვით თქვენს გაგებული გექნებათ, ხო? ეს არ მგონია, რომ მაინც და მაინც სწორი იყოს თქვენ რაც ახსენეთ ეს რეფორმები და ეს ყველაფერი სწორედაც ამას გულისხმობს რომ დიახ ანუ ასეთი ფრაზეოლოგიით ჩაკეტვა უბრალოდ საქმის და როდესაც მით უმეტეს ყველა ერთაზრზე ვართ რომ დიახ უნდა იყოს ეს მექანიზმი გამოყენებული ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ არარელევანტური არის უკვე იმაზე საუბარი რომ ხო აი პრაქტიკასთან როგორ მოვა თანხმდრაში და წინააღმდეგობაში ხო არ იქნება მე ვფიქრობ რომ ამ კუთხითაც მისასალმებელი არის თქვენი ხედვა და ესეც ალბათ გასთვალისწინებელი იქნება და მე დიდი გულისხმობით ასევე მოვისმენ თქვენ ხედვას როგორ იქნება ამ კუთხით თქვენი ნაბიჯები ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის თაღლითობასთან მიმართებაში. თაღლითობასთან მიმართებაში თქვენი ხედვა ნამდვილად მოწონებას იმსახურებს იმ კუთხით, რომ პროკურორი, რომელიც არის იურისტი, კლასიკური გაგებით და მისი ფოკუსი არის მაინც ძირითად ნაწილში სისხლის სამართლის კანონმდებლობისკენ მიმართული და თაღლითობა ვიცით ჩვენ იურისტებმა რომ პრაქტიკულად დანის პირზე არის სასიარულო სამოქალაქო კანონმდებლობასა და თაღლითობას შორის სრულიად აი უმნიშვნელო ასე ვთქვათ ძაფი არის ზღვარი არის აქ რომ აქ განზრახვასა და იმ მომენტ შორის რა ქმედებას რა უძღოდა წინ ამიტომ ამ კუთხით სპეციალიზება და ცალკე მიმართულებად ამის გამოყოფა და დატრეინინგება თუ სწავლება და ასე შემდეგ უფრო მეტი კონცენტრირება ცალკეული ასე ვთქვათ პროკურატურის დანაყოფის თუ პროკურორების ამ კუთხით ესეც ნამდვილად მისასალმებელი არის და უთუოდ წაადგება დღევანდელ რეალობას ჩვენ ვიცით რომ ამოცანები და მიზნები შეიძლება იცვლებოდეს და ცხადია რომ ეს ასეც იქნება, იმიტომ რომ დროსა და სივრცეში რაღაცები ცხადია რომ იცვლება და ჩვენ უნდა დავეციოთ ამას. შესაბამისად ამ კუთხით ეს ნამდვილად მისასალმებელი არის. და აქვე გამოყოფთ იმასაც რომ თქვენს მიერ გაჟღერებულ იმ ნაწილთან მიმართებაში და იქნება ამაზე ცოტა მეტი გითხრათ, აი მაგალითად რას გულისხმობთ, როდესაც საქმე ეხება დაზარალებულის, უფრო სწორედ დაზარალებულის მიმართ შესაძლო დამნაშავეს თუ ბრალდებულის მიერ ზიანის ანაზღაურებას და აქვე ხომ არ განავრცობდით ამ საკითხს, იმიტომ რომ ეს დროში არის მნიშვნელოვანი. აი მაგალითისთვის რომ ვთქვათ, ყველა შემთხვევაში დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი არის რა ეტაპზე მოხდება ეს ის შემთხვევა, როდესაც შობს გვიან ვიდრე არასდროს, თუმცა დამეთანხმებით ალბათ იმაშიც, რომ მისთვის ასე ვთქვათ ეს ზიანი ზოგჯერ საცოცხლო მნიშვნელოვანი არის. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეები ზოგი საბანკო კრედიტს იღებს, ასე შემდეგ, თანხებს მოიძიებენ და შემდეგ მატერიალურ ზიანის კუთხითაც რომ ვთქვათ, ეს ხდება, ანუ ასე ვთქვათ, უკანონო ბრუნვაში თაღლითის შესაძლო თაღლითობაში ბრალდებულის მიერ და ამიტომ ამ კუთხით მეტად მნიშვნელოვანი არის რომ დროულად მოხდეს ეს ანაზღაურება და უფრო მეტი ასე ვთქვათ ხო არ ვიფიქრებდით გრადაციაზე აი პირველ ინსტანციაში რაღაც ამ კუთხით პროკურატურას პრაქტიკა გააქვს პირდაპირ გეტყვით რომ თუ მაგალითად თაღლითობაში ბრალდებული ანაზღაურებს პირველ ინსტანციაში მას საპროცესო შეთანხმების შედეგად გაცილებით სხვა პირობები და შემოსუბუქებელი გარემოებები მთელი რიგი ერთვება, მაგრამ უკვე თუ ის მსჯავრდებული ხდება და შემდეგ ინსტანციაში ხდება, უკვე მას ცოტა ასე ვთქვათ ის შეღავათები უმცირდება, რაც უფრო ზედა ინსტანციებში ავდივართ, ხო ესეა. ამიტომ ეს სწორი არის და ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად აი გამოძიების კუთხით ვიძახ, იმიტომ რომ გამოძიებაში არის მთელი რიგი ასე ვთქვათ დიდი დრო თუ მაგალითად პირს აქვს არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიება მით უმეტეს, ხო? ეს შეიძლება არა 1 და 2 და 3 თვეს გულისხმობდეს, არამედ გაცილებით მეტს და უკვე ჩამკეტი აღარ აქვს.
ხრათვიანი თქვენის კარგად გესმით და ამიტომ ისიც არ ჩქარობს ასე ვთქვათ ზიანის ანაზღაურებას, ვფიქრობს მოდი დაველოდოთ, რამე ხო არ შეიძლება საქართველოს და ესეც კარგად ვიცით რომ ჩვენი ბუნება რომ ბოლოში უყვარს ყველას მიყვანათ საკითხის, ამიტომ ხო არ არის აქაც რაღაცა მოსაფიქრებელი რომ არ ვიცი რაღაცა თქვენი ხედვა როგორი იქნება რომ რაც შეიძლება მოკლე დროში იყოს, სწრაფად იყოს და თუ ეს ასე ვთქვათ სწრაფად არ იქნება ერთგვარი ასე ვთქვათ კარგი გაგებით ცოტა მეტად გავზარდოთ ნახი იმასთან დაკავშირებით რომ თუ ის მაგალითად გაგრძელდება თუნდაც გამოძიების ეტაპზე იყოს ასე შემთხვევაში უფრო მეტად ასე ვთქვათ მოტივი რომ გაუჩნდეს და мотиваცია რომ გქონდეს და ბოლოს ასევე არ შემიძლია არ გამოვხმაურო თქვენს მიდგომას დროულ შემაჯამებელი გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. თუ რაიმე ზოგადად ანუ პროკურატურისგან ადამიანი მოელის არის ეს. ადამიანი ელოდება იმას რომ მნიშვნელობა არ აქვს აქ ამ შემთხვევაში ორივე მხარე თანაბრად ელოდება მინდა გითხრათ. ნუ ძირითად ნაწილში თუ ნუ ჩამოყალიბებული რეციდივისთან არ გვაქვს საქმე და ხელოვნურად არ წელავს იმას რომ მის მიმართ შემაჯამებელი გადაწყვეტილება იყოს და ბრალდება იქნეს წარდგენილი მის მიმართ ასეთ შემთხვევაში ძირითად ნაწილში ყველა მოელის რომ იყოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება. აქაც მე მგონია რომ თქვენ მოგიწევთ თამამი ნაბიჯების გადადგმა და ესეც არ უნდა შეგუშინდეს იმასთან დაკავშირებით რომ საქმის ანუ გამოძიების დაწყება და მე ამ გამოძიების შეწყვეტა ან გნებავთ დასკვნის სახით რომ დანაშაულის ნიშნები არ არის და საქმე უნდა შეწყდეს ცოტა მეტად ასე ვთქვათ ყველა ფრთხილობს ხოლმე რომ მოდი აი ეკნებ რაღაცა იმიტომ რომ მე რაცა კითხვები არ გაჩნდეს ის აპლიკანტთან მიმართებაში არ კონდეს პრობლემა რატო შეწყდა და ასე შემდეგ მე ვფიქრობ რომ ეს არის დაკავშირებული კვალიფიკაციასთან დღეს პროკურატურას კვალიფიკაციის ნაკლებობა ნამდვილად არ აქვს კიდევ უფრო მისასალმებელია რას თქვენ ბრძანეთ ეს მთაღლითობასთან და კიბერდანაშაულთან და ასე შემთხვევაში კი ბატონო მათი კვალიფიკაცია მიმართულებებთან მიმართებაში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და მე იმედი მაქვს რომ ეს შესაძლებლობას მოგცემთ თქვენ რომ უფრო მეტად ასე ვთქვათ დაჩქარდეს დროული შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებას და არ ვიცი მე ყველა კარგად უნდა ვხედავდეთ ესეც არ შემიძლია არ თქვა იმიტომ რომ მე ვარ საგამოძიებო კომისიის წევრი და არ მინდა არ უბრალოდ გამორიცხულია და სხვაგვარად ვერ იქნება რომ ეს არ აღნიშნო და შევნიშნო ის მომენტი რომ ჩვენ ვისმენთ გაუგონა რამბებს და თქვენს ალბათ ეს თვალყურს ადევნებთ და დიდი ნაწილი თქვენს ხელში პროკურატურის ხელში არის გამოტარებული ამ საქმეების დიდი ნაწილი და გაუგონარი სისასტიკე რომელიც ასე ვთქვათ ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარ თავზე იწვნიეს და მე მინდა ყველამ კარგად დაინახოს ის განსხვავება 2012 წლის მერე რა იყო როგორი არის მაგალითად გენერალური პროკურორობის კანდიდატი როდესაც ჩვენ აქ მოვდივართ და კითხვის დასმის საშუალება გვაქვს საზოგადოება ხედავს ვინ არის ეს პიროვნება რას წარმოადგენს როგორი ადამიანი არის გნებავთ როგორი განცდები აქვს რაღაცები ყველაფერი ერთობლიობაში იმიტომ რომ ამას იმიტომ ვამბობ რომ როდესაც ეს ჩვენი მოქალაქეები ვინც საკუთარ ოჯახისზე იწვნია ეს უბედურება ხომ აქ იყო ეს დანაშაულებრივი სინდიკატი ჩართული პირდაპირ და დღემდე მათი მხრიდან მონანიებაც კი არ მოგვისმენია ამიტომ როდესაც ცდილობენ ხოლმე რომ პარალელები უშნოთ მაგრამ და ტლანქად მაინც გავლონ ეს მე მინდა ყველას უთხრათ რომ აი ეს არის წარმოდგენილი დღეს ბატონი გიორგი რომელიც არის გენერალური პროკურორობის კანდიდატი და მანამდე კანდიდატებს ჩვენ აქ უსმენდით და ვხედავდით და მაგათი პროკურორები მაგათი გენერალური პროკურორი თუ დღევანდელი არ ვიცი კიდე მათი პოლიტიკური ლიდერშიპი როგორები იყვნენ კითხვის დასმას ვინ გაუბედავდა როგორ რას გაიგებდა საზოგადოება ვინ იყო ეს ადამიანი რა ხედვა ჰქონდა და დღეს მე მინდა ეს ამიტომ ესეც გაიგოს ხალხმა რომ ჩვენ ამიტომ მადლობას არ ვითხოვთ ან რაღაცა სხვას ეს ასე უნდა იყოს რომ ღირსეული ხალხი ვართ და დღეს ჩემთვის ეს არის მართლაც მისასალმებელი რომ მე და თქვენ გვექნება საშუალება ვიმსჯელოთ იმაზე რომ მაგალითად თაღლითობასთან მიმართებაში რამდენი პროკურორი უნდა გადამზადდეს რა პროფესიონალური კითხვები უნდა იქნეს დასმული დროული მართლმსაჯულება როგორ უნდა იყოს და არა იმ უბედურებაზე რომელიც წარსულს ჩაუბარეთ
ძალიან დიდი მადლობა და ეს მინდოდა ნამდვილად მეთქვა. დიდი მადლობა. შემოგთავაზ ბატონო გიორგიმ დავაგროვოთ კითხვები და შემდეგ მესმის ბატონეალ და სისხლის სამართლის გამორჩეული სპეციალისტი თავისი პრაქტიკიდან გამომდინარე და ბევრი საკითხები და ბევრი კითხვები აქვს გენერალური პროკურორის კანდიდატთან. ამავდროულად ჯობია რომ საკითხები იყოს დაგროვებული და შემდეგ ერთიანად გაიცეს პასუხი. ბატონო დაგითხოვთ. მოგესალმებით ბატონ გიორგი, წარმატებებს გისურვებთ პირველ რიგში. ბატონმა ალუდა მიმდევრად სრულყოფილად და ხანგრძლივად დასვა კითხვა, რომ ჩვენ დათანხმების შანსი დაგვიტოვა მხოლოდ და თავის დაკვრის მეტი არაფერს. თუ კარგით, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პოზიციაზე არის თქვენი კანდიდატურა ბატონ გიორგი წარმოდგენილი, ჩვენ ყურადღებით გისმენდით. და ცალსახად და მკაფიოდ იყო გამოხატული თქვენი ხედვა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით პრინციპში განსაკუთრებით ალბათ გამოვარჩევდი პროკურატურის შიდა სტრუქტურულ მოწესრიგების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას როგორც თქვენ თვითონ ამ ყველაფერს ხედავთ მე მექნება შემდეგი კითხვები უფრო მეტად დაკავშირებული სისხლის სამართლის პოლიტიკასთან რომელიც როგორც მთავარი სახელმწიფო ბრალდებელი პროკურატურა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას მოგეხსენებათ ასრულებს ქვეყანაში. პირველი კითხვა მოგეხსენებათ ახალი ცვლილებები, რომელიც არის დაზარალებულთა უფლების, მატერიალური უფლების დაკმაყოფილების კუთხით. ჩვენს მიერ ინიციირებული და განხილვაში ეს ყველაფერი. ხომ არ ფიქრობთ, რომ მით უმეტეს ამ თვალსაზრისით და არა მხოლოდ დაზარალებულთა პროცესუალური უფლებების უფრო მეტად გაფართოებაზე უნდა ვიფიქროთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და დღევანდელი მათი უფლებრივი მდგომარეობა ხომ არ ტოვებს უფრო მეტად გაუმჯობესების და გაზრდის ასე ვთქვათ რესურსს ამ მიმართულებით ეს კიდევ უფრო მეტად ხო არ შეუწყობს ხელს მათ უფლებების რეალიზებას და დაკმაყოფილებას ეს ერთი კითხვა მეორე კითხვა თქვენ ბრძანეთ დაბალანსებული პოლიტიკა არასრულწლოვანთა მიმართებით და მიმართულებით არასრულწლოვანები რომლებთაც არ მიუღწევიათ პასუხისმგებლობის ასაკს და მათ მიერ ჩადენილი დანაშაული რომელიც არ გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის რას ფიქრობთ რა მიდგომები ან სისხლის სამართლის კოდექსში გასათვალისწინებელი ცვლილებები ან პრევენციული ღონისძიებები ნაწილობრივ თქვენ ამაზე კი ისაუბრეთ თუმცა მაინც მინდა თქვენი ასე ვთქვათ ყურადღება გავამახვილო ამ კუთხით რას ფიქრობთ რა მიდგომები მარტებს სახელმწიფოს რომ გამოკვეთოს ამ მიმართულებით და მესამე კითხვა მექნება აი ეს თანამედროვე ჩვენი გამოწვევა ეგრეთ წოდებული call ცენტრები ეგრეთ წოდებული აი ეს თაღლითური კიბერდანაშაულისთან კიბერდანაშაულთან ასოცირებული ასევე სქემები რომელიც ასევე არ არის მხოლოდ ქართული გამოწვევა პირიქით ეს ძალიან ესეთი კომპლექსური და სოფლიოში განსაკუთრებით კი ევროპაში არსებული დანაშაულის კერებია თუმცა ჩვენ ქვეყანაც არ არის გამონაკლისი და არაერთი შემთხვევა ნახეთ ჩვენ აქ აქტიურად ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობის შედეგად ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩატარებული ოპერაციების არის შედეგადაც აღიკვეთა ეს მძიმე კერები როგორ ვებრძოლოთ ამ მძიმე სენს როდესაც ამ ყველაფრის გამოვლენა კიბერკუთხით IT კუთხით არის საკმაოდ რთული და ძალიან კომპლექსური მიდგომები არის ამ კუთხით საჭირო და ამ ყველაფრის მიღმა თქვენ თვითონ რას თვლით სისხლის სამართლის პოლიტიკაში ისეთ გამოკვეთილ გამოწვევად რომელზედაც ყურადღების გამახვილება იქნებოდა სასურველი სამომავლოდ მადლობა მოგესალმებით ბატონო გიორგი პირველ ყოვლისა რა თქმა უნდა გისურვებთ წარმატებას
მადლობა კომპლექსური მოხსენებისათვის, ისეთი სისტემური ხედვის წარმოდგენისათვის, სისხლსამართლის პოლიტიკასთან მიმართებით, პროკურატურის ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებით. მე მექნებოდა ერთი ძალიან კონკრეტული კითხვა, რომელიც შეეხება ასევე ჩვენთვის საყურადღებო საკითხს, რომელიც უკავშირდება არალეგალურ მიგრაციას. ეს ზოგადად თანამედროვე მსოფლიოსთვის მოგიხსენებათ არის გამოწვევა და საინტერესო იქნებოდა თქვენი ხედვა თუ როგორ უყურებთ პროკურატურის როლს, როგორ აფასებთ პროკურატურის როლს ამ გამოწვევასთან გამკლავების თვალსაზრისით და როგორ ფიქრობთ სისხლსამართლის პოლიტიკა ამ თვალსაზრისით როგორ უნდა გაგრძელდეს ამავდროულად მით უმეტეს იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ ახლაც განვიხილავთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მათ შორის რომელიც ითვალისწინებს არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით დამატებითი ასე ვთქვათ სამართლებრივი ბერკეტების არსებობას შესაბამისი ძალოვანი უწყებების ხელში. ამ კუთხით თუ შეიძლება რომ თქვენი ხედვა გაგვაცნოთ პროკურატურის ფუნქციასთან და როლთან მიმართებით. მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებები. მოგესალმებით ბატონ გიორგი, წარმატებას გისურვებთ. ერთი კითხვა მაქვს. ძალიან ბევრი მიმართულება გაშალეთ თქვენ და შეიძლება ითქვას საკმაოდ ამბიციური იყო თქვენი შესავალი სიტყვაც და გეგმებიც. და ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მაინტერესებს, იმიტომ რომ საზოგადოების მხარდაჭერა ყველა უწყებას ჭირდება, განსაკუთრებული მხარდაჭერა და დღევანდელ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში და საქართველოში ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საჭიროება, რა თქმა უნდა, არის სამართალდამცავი ორგანოები, ამ შემთხვევაში პროკურატურა. იმიტომ რომ სამწუხაროდ ისე წავიდა დეზინფორმაციის მასშტაბური ესეთ შემოტევა, რომ საქართველოში რო არის, თქვათ, გადაცდომა და დანაშაული, იგივე დანაშაულისთვის უცხოეთში არის სასჯელის მკაცრი ზომა და საქართველოში შეიძლება ეს დანაშაულათაც არ მიიჩნეოდეს. ანუ ძალიან არასწორი დეზინფორმაციული შემოტევაა საქართველოზე. და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა იმ მიმართულებასთან ერთად, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, საზოგადოებამდე ამ ყველაფრის კარგად მიტანა, რომ სასჯელი ბრალდება ამ შემთხვევაში თქვენი ერთ-ერთი მიმართულება ბრალდება სამართლებრივთან ერთად არის სამართლიანი, გამომდინარე იქიდან, რომ სასჯელის მიზანი გარდა დასჯისა, ვიცით რომ არის პრევენცია და გამოსწორება და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, აი იმ კონტექსტში რაც მე ვთქვი და რაც მნიშვნელოვანია, რა გაქვთ დაგეგმილი? მადლობა. მოგესალმებით ბატონო გიორგი, წარმატებებს გისურვებთ პირველ რიგში და მადლობას მოგახსენებთ საინტერესო მოხსენებისთვის. მეც ერთი შეკითხვა მექნება და საზოგადოებასაც ალბათ ძალიან აინტერესებს, როგორი მიდგომა გექნებათ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ. საკითხები ხო არ არის კოლეგო? არა. ბატონო გიორგი, მეც მექნებოდა ბატონი გოგას კითხოს გავაგრძელოდი. გასაგებიც არის, არ იქნება ეგ განსაკუთრებული და გასაკვირი, რომ გითხოთ კონკრეტულად ნარკო დანაშაულებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი გუნდის მიერ ინიცირებული იქნა საკანონმდებლო ცვლილებული და მიღებული იქნა პარლამენტის მიერ ნარკოტიკების გასაღებასთან, გაყიდვასთან და ზოგადად ნარკოტიკულ დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საჭიროების გამკაცრებასთან დაკავშირებით, რაც თქვენც ისაუბრეთ, თქვენ შესავალ სიტყვაში, მაგრამ კიდევ უფრო მეტი დეტალი რო გითხრათ, რომ როგორ ფიქრობთ პროკურატურის როლს და ამავდროულად შემოთავაზებული ცვლილებები თქვენი როგორც კანდიდატის კუთხით როგორ არის დანახული, შეუწყობს თუ არა ხელს რომ უფრო ეფექტური იყოს ბრძოლა ზოგადად ნარკოტიკების წინააღმდეგ და ნარკომანიასთან წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ხედავთ ყოველდღიურად, ლამის ყოველდღიურად, რომ არაერთი დანაშაულის გამოვლენა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, რა თქმა უნდა, პროკურატურის თანამშრომლების ჩართულობით, მაგრამ კონკრეტულად ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ბრძოლას ეხება ნარკოტიკების წინააღმდეგ.
გულგება სხვა კითხვები თუ არ არის, მაშინ გამოაცხადოთ ტექნიკური შესვენება დაახლოებით 5-7 წუთით და 5-7 წუთის შემდეგ უკვე დაუბრუნდეთ სხდომაზე და უკვე პასუხების შესრულება იქნება კანდიდატსაც. გულგება შეგვიძლია რომ განვაგრძელოთ იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომა, კანდიდატს ვთხოვთ, ბატონო გიორგი, რომ ვთხოვთ გასცეთ დასვან შეკითხვებს პასუხები. დიდი მადლობა, ბატონო თავმჯდომარე, დიდი მადლობა ყველა თქვენგანს მოსმენისთვის, რო გამოძებნეთ და უპასუხებ თქვენ შეკითხვებს. ბატონო ვალდა, თქვენი შეკითხვები იყო პირველი განრიდებასთან და სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურისთვის უკვე რამდენიმე წელია განრიდების მექანიზმი დანერგილია და შეიძლება ითქვას, რომ გამოიყენება, აქტიურადაც გამოიყენება, მე გეთანხმებით თქვენ და პრინციპში ვეთანხმები საკუთარ თავს და ჩემს ხედვას იმასთან დაკავშირებით, რაც თავიდანვე ვთქვი, რომ უფრო მეტად გასააქტიურებელი არის სწრაფი მართლმსაჯულების მექანიზმები ქართულ მართლმსაჯულებაში, იმიტომ რომ ეს იძლევა მეტი ადამიანური რესურსის, მეტი ფინანსური რესურსის დაზოგვის საშუალებას. ეს მართლაც უნიკალური საშუალება და შესაძლებლობაა იმისათვის, როცა შედარებით რა თქმა უნდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულზე გვაქვს საუბარი, სწრაფად დავასრულოთ საქმეზე მართლმსაჯულება დროის მცირე მონაკვეთში, ნაკლები რესურსის ხარჯვის ხარჯზე. ასევე გასათვალისწინებელია სწრაფი მართლმსაჯულების შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების მექანიზმის გამოყენება და კი მართალია მაღალია პროცენტი, ეხა 2024 წლის განმავლობაში მაგალითად 73.7% იყო საპროცესო შეთანხმების პროცენტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პროცენტი კიდევ შეიძლება გაიზარდოს. შეიძლება ისევ პროკურორების ჩართულობით, ისევ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავაგებინოთ საზოგადოებას, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ აქტიური თანამშრომლობა დანაშაულის გახსნაში იქნება წახალისებული საპროცესო შეთანხმების გაფორმებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაშიც შეიძლება გამოვიყენოთ ეს მექანიზმი, რაც რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში დაზოგავს პროკურორთა, ადვოკატთა, სასამართლოს დროს და როგორც მატერიალურ რესურსს, ისე ადამიანურ რესურსს. და ნუ გეთანხმებით რა ეს თამამები უნდა ვიყოთ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ რომ გვაქვს რა თქმა უნდა გარკვეული მითითებები, ესე რომ ვთქვათ, სამოქმედო, მაგრამ ეს არის ფართო სხვათა შორის და მე კიდევ გეგმავ რომ უფრო მეტად დაკონკრეტდეს ამ მითითებებში, რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა შემთხვევის შესახებ ჩანაწერი. იმისათვის, რომ პროკურორს კონდეს უფრო მეტი დამოუკიდებლობა ზემდგომ პროკურორთან არახშირი კომუნიკაციის შემთხვევებში თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, მოკლედ რაც შეიძლება მეტ საკითხზე და უფრო კონკრეტიზებული იყოს ის სავარაუდო შემთხვევები, სადაც შეძლებს რომ მოკლედ მოქნილად იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში. თქვენი მეორე კითხვა შეეხებოდა თაღლითობებს და მე კიდევ ერთხელ განმეორდები ამ საკითხთან დაკავშირებით. თაღლითობა ის არა მარტო ქართულ სინამდვილეში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია და ხშირ შემთხვევაში ეს გლობალურ ფართო მასშტაბებსაც ღებულობს. და ამ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში ეხა რომ გადავხედოთ ტერიტორიულ გამფენილობას, თბილისის მასშტაბი არის ყველაზე მაღალი ამ კუთხით რა. რა თქმა უნდა, მოსახლეობის რაოდენობაც მეტია, შესაბამისად მსგავს დანაშაულების რაოდენობაც მეტია. აქედან გამომდინარე, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ სპეციალიზებული სამმართველო შექმნა თბილისის პროკურატურაში პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, რომელიც ვფიქრობ, რომ სატესტო რეჟიმში საპილოტედ გამოვიტანოთ, სხვათა შორის ეხა თაღლითობა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე დანაშაული და გაგიმხელთ იმასაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე გვაქვს მოლაპარაკება იმ საკითხზე, რომ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პროკურატურაში მოხდეს სპეციალიზებული დანაყოფების შექმნა, იქ რა თქმა უნდა გაუმძევლები, ჩვენ შემთხვევაში პროკურორების სამმართველოს ჩამოყალიბება, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან მხოლოდ ამ კატეგორიის დანაშაულების გამოძიებაზე და ჩვენი მხრივ რა თქმა უნდა ზედამხედველობაზე. ვფიქრობ, რომ გაამართლებს
დარწმუნებული ვარ, რომ გაამართლებს, იმიტომ რომ ადამიანი როცა კონცენტრირებულია ერთ კონკრეტულ საკითხზე, ის უფრო მეტად პროდუქტიული იქნება და უფრო მეტ შედეგს დაადებს. გარდა ამისა, გათვალისწინებული გვაქვს როგორც გამოძიებლების პროკურორების გადამზადება და სპეციალიზება ამ საკითხებში, რაც თავისთავად უფრო პროდუქტიულს გახდის ამ საკითხებზე მუშაობას. გეგმა ესეთია, გავანახორციელებთ აუცილებლად და შედეგებს ვნახავთ. ვფიქრობ, რომ დადებითი იქნება აუცილებლად. შემდეგი საკითხი იყო დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების საკითხი. ბატონი დავით მათიკაშვილის კითხვაც შეეხებოდა ამ საკითხს და გავაერთიანებ და თუ შეიძლება ერთად ვიტყვი. რა თქმა უნდა, პრიორიტეტია დაზარალებული. ჩვენი არსიც პროკურატურის ამაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რა თქმა უნდა, კანონის აღსრულებაზე და პირველ რიგში დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებაზე და მათზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. ამ შემთხვევაში მინდა ვისარგებლო და აღვნიშნო ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო სიახლე, რომელიც განიხილება დღეს დაზარალებულთა გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების შესახებ, ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი უნიკალური მაგალითი და მოდელი იმისი, როგორ შეიძლება ამ საკითხის სწორ ჭრილში გადატანა და სწორად რეგულირება. ეს ცვლილება მისცემს ჩვენ მოგცემს შესაძლებლობას პირველ რიგში დროის მცირე დროში კონკრეტულ დანაშაულებზე დაზარალებულებს აუნაზღაურდეთ მარტივად ზიანი. მოხდეს ამ ქონების მარტივად მოძიება, არ ექნება მნიშვნელობა ამას დანაშაულის შედეგად მიყენებული, ესე რომ ვთქვათ, მოპოვებული ქონება ვის სახელზე იქნება რეგისტრირებული, ეს თვითონ დამნაშავე პირი იქნება, მისი ოჯახის წევრი თუ დაკავშირებული პირი იქნება. როგორ? დიახ. დიახ, კი ბატონო, და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რას თქვენ ბრძანეთ, დაზოგავს დროს და რესურსს და ხარჯებს. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მანამდელი, აქამდე არსებული პრაქტიკა ესეთია, სისხლსამართლის საქმეზე დამნაშავების მიმართ გამოტანილი განაჩენის კანონიერ ძალაში შესulis შემდგომ იწყება უკვე სამოქალაქო დავა, სასამართლო პროცესები, რომელიც ვიცით 3 ინსტანცია გრძელდება წლების განმავლობაში, უამრავ ხარჯთან არის დაკავშირებული, ამ ხარჯებს დაზოგავს, ადამიანურ რესურსს დაზოგავს, ნერვებს დაზოგავს, რა თქმა უნდა და სასამართლოსაც, რა თქმა უნდა, რესურსის დაზოგვაში გულისხმობ, როგორც პროკურორის, გამომძიებლის, დაზარალებულის, მოსამართლის, აი ძალიან ბევრი რესურსი დაიზოგება და მივესალმები ამ ცვლილებას, რა თქმა უნდა, თუ კი იქნება მიღებული და პრაქტიკაში დანერგილი. და რაც შეეხება თქვენს კითხვას დროულ შემაჯამებელი გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, აქაც რა თქმა უნდა გარკვეული პრობლემები არსებობს დღემდე. მიუხედავად იმისა, რომ ახლა პროკურატურა დაკომპლექტებული არის მართლა მაღალკვალიფიციური კადრებით, ძალიან გონიერი ადამიანებით, პატიოსანი ადამიანებით, საჭიროებას ვხედავ მე, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს, მოხდეს ამ ადამიანების გადამზადება და სპეციალიზაცია. ვფიქრობ, რომ სპეციალიზაცია მნიშვნელოვნად გაზრდის საქმეებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილებების რაოდენობას. რა და აი ერთ-ერთი ჩემი მიმართულება იქნება თან ამასთან დაკავშირებით პროკურატურა საკმაოდ კარგი ტრადიცია გააჩნია სპეციალიზაციებთან დაკავშირებით, ტრენინგებთან დაკავშირებით და გამოვიყენებ მეც ამ შესაძლებლობას და კიდევ უფრო მეტ სპეციალობაში გადავამზადებთ პროკურორებს, რათა უფრო ეფექტური იყოს მათი შრომა, საქმიანობა და საქმეებზე იქნეს მიღებული დროული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები. სწორად გავეცდო რა თქვენს კითხვებს პასუხი. და ისე კონკრეტულად და ძალიან დიდი მადლობა ამ უძრავი პასუხისთვის. მადლობა თქვენ. ბატონი დავით მათიკაშვილის კითხვა დაზარალებულების უფლებებთან დაკავშირებით იყო და პრინციპში კი შევეხე ამ საკითხს, რომ აი თუ ისევ თქვენზე დამოკიდებული საკითხი არის ეს, თუ კი იქნება მიღებული აი ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რაც არსებობს, ცვლილებები, ნამდვილად მივესალმები და მოკლედ დაზოგავს ყველა ადამიანის რესურსს, ვინც ჩართული არის სხვადასხვა მხრივ აი ამ საკითხში. თქვენ ბრძანეთ, ესე იგი, ბატონო? გაზრდის ეფექტიანობას თქვენ როგორ ხედავთ ეფექტიანობა რამდენად გაიზრდება? თქვენ ბრძანეთ დაზარალებულის დაკმაყოფილება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტად მუშაობს პროკურატურა. და რამდენად გაიზრდება შემოთავაზებული ვერსიებით და თუ თქვათ ფიქრობთ რომ შესაძლებელია მისი დახვეწა
შემდეგ მოსმენებს რა თქმა უნდა. არსებული ვერსია რაც არის ეხა რასაც გავიცანი ვფიქრობ რომ ამ ეხა სიმართლე გითხრათ დახვეწის კუთხით არ მიფიქრია რა შეიძლება ცვლილება შევიდეს, მაგრამ ზოგადი იდეა რაც არსებობს, ვფიქრობ რომ ძალიან ეფექტური იქნება რა და აუცილებლად გაამართლებს. თუმცა მე აღვნიშნე გამოსვლისას, რომ ჩვენ გვაქვს პროკურატურას საკანონმდებლო ორგანოსთან ძალიან კარგი ტრადიცია ურთიერთობის, გარკვეულწილად საკანონმდებლო ესე წინადადების და შეგვიძლია ამ ფორმატში ჩვენს მოვიფიქროთ, კიდევ ჩამოვყალიბდეთ და თუ ესე ვთქვათ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას მოვიფიქრებთ, შემოგთავაზებთ ჩვენს აზრსაც ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება არასრულოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს და დაბალანსებულ პოლიტიკას, ეს პოლიტიკა დიდი ხანია უკვე პროკურატურა ამ პოლიტიკით ესე რომ ვთქვათ მუშაობს არასრულოვანთან მიმართებაში ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა არასრულოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით როგორც საკანონმდებლო დონეზე ისე პრაქტიკულ დონეზე პროკურატურაში და მე მივესალმები მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილი არასრულოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა და გაზრდილია მონიტორინგიც ამ კატეგორიის საქმეებზე, გვყავს ასევე სპეციალიზებული პროკურორები, რომლებიც განსაკუთრებულ სიფრთხილით ეკიდებიან არასრულოვანთან ურთიერთობას, ვთვლი, რომ აი ეს პოლიტიკა რაც დღესდღეობით არსებობს, ალბათ უნდა შენარჩუნდეს არასრულოვანებთან მიმართებაში. ვერ გავამკაცრებთ არასრულოვნების მიმართ სასჯელებს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ბალანსი დავიცვათ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულსა და მათთვის მისჯილ სასჯელებს შორის. ვფიქრობ, რომ უნდა მივცეთ უფრო მეტი შანსი მათ რესოციალიზაციის, უფრო მეტად ჩავთოთ საზოგადოებრივ საკითხებში, უფრო მეტი კომუნიკაცია ვიქონიოთ საზოგადოების ბევრმა ნაწილმა და მათ შორის პროკურატურამ. ამის ტრადიციაც არსებობს, ჩვენ გვაქვს არასრულოვნებთან შეხვედრების ტრადიცია, როგორც პროკურორები, ასევე დაზარალების კოორდინატორები ხვდებიან გარკვეულწილად სკოლებში, სასწავლო დაწესებულებებში არასრულოვნებს ვატარებთ გარკვეულ ტრენინგებს, უხსნით მათი უფლებების შესახებ ინფორმაციას ვაწვდით. გარდა ამისა, რასაც მივესალმები და ალბათ ეს გაგრძელდება და უფრო ხშირი იქნება ჩვენს ვებგვერდზე და სხვადასხვა სოციალური პლატფორმის გამოყენებით, მაქსიმალურად მეტ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას და არასრულოვნებს მათი უფლებების შესახებ, რათა იყვნენ ინფორმირებული და უფრო მეტად დაცულები. რაც შეეხება კოლ-ცენტრების საკითხი, ბრძანეთ თქვენ ბატონო დავით. ისე იგი კოლ-ცენტრების საკითხი ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის და იქნება ალბათ ჩვენი მუშაობის პროცესში, რა თქმა უნდა, ჩემი გენერალური პროკურორად არჩევის შემთხვევაში გამახვილებული გვექნება ყურადღება ამ საკითხებზე. ეს არის მოკლედ ვთვლი, რომ ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ისეთი სახეა, რომელიც მარტო ჩვენ ქვეყანაში რა თქმა უნდა არ ხდება, არის გლობალური პრობლემა და გლობალურ ჭრილში უნდა ვებრძოლოთ ამ დანაშაულს. გვაქვს გარკვეული მიმართულებები, გვაქვს ასევე გარკვეული მიზნები და ისეთი, ესე რომ ვთქვათ, საერთაშორისო თანამშრომლობის გამოყენების პრაქტიკებიც, რომლებსაც აუცილებლად კიდევ უფრო მეტად დავხვეწთ, იმიტომ რომ ეს არის ყოველდღიურად იხვეწება დანაშაულის ჩადენის მექანიზმები და ჩვენც ვალდებული ვართ და იძულებული ვართ, რომ გავყვეთ და ავყვეთ აი ამ ფეხის რიტმს და ნელ-ნელა ესე შეიძლება ითქვას, რომ ვეწევით კიდეც და სულ მალე გვექნება უფრო ფართომასშტაბიანი შედეგები, რომლის შესახებაც საზოგადოებაც მალე გაიგებს. შემდეგი კითხვა შეეხებოდა გამოწვევებს სისხლსამართლ პოლიტიკაში. აქ მარტივად შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ დიდი გამოწვევების წინაშე დგას სისხლსამართლ პოლიტიკა და ამ შემთხვევაში რამდენიმე ჩამოვთვლი, იმიტომ რომ
იმიტომ რომ ბევრი პრობლემატური საკითხია, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ ერთიანი ძალებით. მარტო პროკურატურა, რა თქმა უნდა, აქ ვერაფერს გახდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის სხვა სამართალდამცავ უწყებებთან კოორდინაცია და ურთიერთთანამშრომლობა, ვინაიდან საქმე გვაქვს სხვადასხვა ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებებთან. განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა ფულის გათეთრებას, თაღლითობას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი, იმიტომ რომ ყოველდღიურად ფაქტიურად ახალი ნარკოტიკი და ახალი ნარკოტიკის გავრცელების სხვადასხვა გზები და მეთოდები ჩნდება ჩვენ სივრცეში. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, გაანალიზება, სჭირდება მასშტაბური ბრძოლა, მასშტაბური ღონისძიებების განხორციელება და შეურიგებელი პოლიტიკა ნარკო რეალიზატორების მიმართ. ჩემი აზრით ეს იქნება ამ საკითხის მეტნაკლებად მოგვარების ერთ-ერთი აუცილებელი გზა, რომ შევინარჩუნოთ ნარკო გამსახურების მიმართ ძალიან მკაცრი პოლიტიკა, მაქსიმალური სასჯელის მისჯა, რა თქმა უნდა, პროკურატურის საქმე არ არის და ამ შემთხვევაში სასამართლოს პრეროგატივაა, თუმცა ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებაში და უნდა ვიყოთ შეუვალი ამ ადამიანების მიმართ. მკაცრ პოლიტიკაში გულისხმობ მკაცრ სასჯელს, გულისხმობ, რომ არ უნდა გაუფორმდეთ მათ საპროცესო შეთანხმებები, ან განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევაში, მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევაში, როცა შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტი საქმე კეთდება, ვიდრე შავდება, ამ შემთხვევაში შეიძლება გავხდეთ მხოლოდ მაღალ, მკაცრ, რეალურ სასჯელზე, თავისუფლების აღკვეთაზე. ესე მიმაჩნია და ესე მგონია, რომ იქნება გამართლებული ამ დანაშაულთან ბრძოლა. ბატონი თორნიკეს კითხვა იყო არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით. პროკურატურის საქმიანობის ჭრილში უნდა აღინიშნოს, რომ არალეგალური მიგრანტების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ჩვენ შევისწავლით პირველ რიგში და პირდაპირ არის პროკურატურაზე მობმული და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მაღალია წლების მიხედვით, რომ ვიმსჯელოთ, საკმაოდ მაღალია არალეგალურ მიგრანტების შემოდინება საქართველოში. აქაც ვფიქრობ, რომ მკაცრი პოლიტიკის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავხდებით, იმიტომ რომ უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რომ საქართველოში შემოსვლა მოკლედ საზღვრის უკანონო კვეთის გზით დაიჯება მკაცრად და დღეს მასმედია იძლევა იმის საშუალებას, რომ ინფორმაცია იოლად და მარტივად გავრცელდეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და უნდა მივიტანოთ ყველა მსურველის ყურამდე ის ამბავი, რომ საქართველოში ეს მკაცრად იჯება და აქაც უნდა ვიყოთ შეუვალები, რომ გამოვიყენოთ აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო აღკვეთის ღონისძიებები და თავისუფლების აღკვეთა სასჯელის ნაწილში. აქაც შეიძლება ყველა ჭრილში უყურებს საერთოდ თანამშრომლობის საკითხს მე მაგალითად, იმიტომ რომ ყველა დანაშაულში შეიძლება გამოყენებული იყოს სწორად და პროგრესულად თანამშრომლობა, აქაც შეიძლება გარკვეული დათმობაზე წასვლა საპროცესო შეთანხმების გზით, მხოლოდ აქაც საპატიმრო სასჯელზე. ჩემი აზრით იგივე პოლიტიკა ცოტა შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს არალეგალური მიგრანტების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. ბატონ გურამის კითხვა იყო დასმული მოკლედ საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით ბრძანეთ თქვენ ბატონო გურამ. მე ვფიქრობ ესეთ რამეს, რომ პროკურატურა ღია, მაგრამ უფრო ღია უნდა იყოს საზოგადოებისათვის და უფრო მეტი ინფორმაციას უნდა ფლობდეს პროკურატურის საქმიანობის შესახებ საზოგადოება. ამისათვის გვაქვს სხვადასხვა პლატფორმა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ და პრაქტიკულად ვიყენებთ კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, რომ გასაზრდელია ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს. საზოგადოებასთან შეხვედრები, ურთიერთობები, თუნდაც ის შესაძლებლობა, რომ გენერალურ პროკურორს წელიწადში ერთხელ აქვს საკანონმდებლო ორგანოსთან ანგარიშვალდებულება, ესეც ხაზს უსვამს საზოგადოებასთან ახლო კომუნიკაციაზე და ურთიერთობაზე. გარდა ამისა,
ჩვენი მესიჯები, რასაც ვსაქმიანობთ, პერიოდულად უნდა მივაწოდოთ სხვადასხვა სოციალური ქსელების თუ საინფორმაციო საშუალებების შედეგად საზოგადოებას, რათა იცოდნენ, რას ვფიქრობთ, როგორ ვფიქრობთ, რას ვსაქმიანობთ და რა შეხედულებები გვაქვს ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით. ბატონი გოგას კითხვა იყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ რა მიდგომები გვექნება. პრინციპში ბატონო გოგა კი შევეხე მე ამ საკითხს სხვადასხვა ნაწილში და ისევ განმეორდები რომ ორგანიზებული დანაშაული არის ყველაზე მძიმე და მასშტაბური დანაშაული, რაც პირდაპირ ქვეყნის უსაფრთხოებას ასუსტებს და უსვამს ხაზს. აქაც იგივეა როგორც ქურდული სამყაროს წევრობა, ნარკოტიკული დანაშაული, ფინანსური დანაშაულები, ყველა ამ დანაშაულის მიმართ ჩვენ უნდა გქონდეს მკაცრი სისხლსამართლის პოლიტიკა. სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია ამ დანაშაულებთან ბრძოლა და გავაგრძელებთ პრინციპში იგივე მიმართულებას, რასაც აქამდე ახორციელებდა პროკურატურა. ვიქნებით მკაცრები და შეუვალები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. მე მგონი მეტი კითხვა არ იყო, თუ კიდევ გექნებათ კითხვები, მზად ვარ გიპასუხოთ. ჩემი კითხვა იყო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და იდეაში გაიცით უკვე ამ კითხვას პასუხი ბატონო. მადლობა. კოლეგებო, თუ შეკითხვები, ჩაკითხვებით არის თვალწინად, მაგრამ დაზუსტებები ხომ არ არის, ასეთი არ არის. ამ ზურავი იყო ნამდვილად. ბატონო გიორგი, მადლობას გიხდით. გისურვებთ წარმატებას. თქვენ როგორც თქვენი საქმის პროფესიონალ ადამიანს, თქვენ ეხლაც იგავებთ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციას, თუ ბრძანდებოდით. ძალიან მნიშვნელოვან პოზიციას და წლების განმავლობაში ბევრი საქმე აქვს გაკეთებული ზუსტად დანაშაულებთან ბრძოლის თვალსაზრისით. და ჩვენ უკვე რა თქმა უნდა კომიტეტი შემდეგ იმჟერებს ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაძლებელი იქნება რომ ჩვენ მიმართოთ უკვე პლანარულ სხდომას კოლეგებო გამომდინარე იქიდან რომ კანდიდატი სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სამოდროულად სირგმისეულად იქნა განხილული მთელი რიგი საკითხები რომელიც ეხება სისხლისამართლების სამართლის ზოგადად პოლიტიკას და ამავდროულად კანდიდატის ხედვას პროკურატურაში განსახორციელებელ დამატებით რეფორმებთან, ღონისძიებებთან დაკავშირებით ჩვენს შეგვიძლია რომ კენჭის ყელზე დავაყენოთ შემდეგ საკითხი, რაც კოლეგები შემოგვიერთდებიან და ბატონო გეკითხოთ რომ ჯერ ბრძანდებოდეთ კომიტეტის სხდომაზე, ჩვენ ერთი საინტერესო საკითხი გვექნება განსახილველი, რომელიც იდეაში არის მნიშვნელოვანი როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, არამედ ამასთანავე საინტერესო და ძალიან ისეთი გამოწვევების წინაშე მდგომი არის ამავდროულად საზოგადოების თვალშიდაც, შესაბამისად კოლეგებო, ვთქვათ რომ განვიხილოთ ჩვენ ბატონი შოთა ბერეკაშვილის, ანტონ აბულაშვილის, მარიამ ლაშხის, ლევან მაჭავარიანის და სხვათა მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები კანონპროექტების სახით შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის თაობაზე და უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ მოხსენებელი გახლავთ ბატონი შოთა ბერეკაშვილი, გთხოვთ ბატონო შოთა. მოგესალმებით კოლეგებო, პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ კანონპროექტს შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაში ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირებისა და აღრიცხვის კუთხით. თუმცა არსებობს გამოწვევები და საჭიროა დამატებითი ცვლილებები იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაუნჯობესდეს შრომითი მიგრაციის პროცესების მართვა და აღრიცხვა. რაც საშუალებას მოგცემს პირველი ვაწარმოოთ სწორი და გამჭვირვალე სტატისტიკა შრომითი მიგრაციის შესახებ.
მეორე, აღმოვქრათ არარეგულარული შრომითი მიგრაცია. მესამე, ადგილობრივი შრომითი ბაზარი გავხადოთ უფრო მეტად დაცული და კონკურენტუნარიანი და მეოთხე, ეკონომიკური სექტორების მოთხოვნების შესწავლის შესაბამისად შევიმუშაოთ მიზნობრივი, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული შრომითი პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდისკენ. წარმოდგენილი ცვლილებების უმთავრესი პრიორიტეტი არის შიდა შრომითი რესურსების განვითარება და მათი კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. უფრო კონკრეტულად, ეკონომიკის სექტორულ ჭრილში სამუშაო ძალის მოთხოვნა მიწოდების დინამიკის შესწავლის შედეგად იმ ეკონომიკურ სექტორებში, სადაც დაფიქსირდება სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდება, უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივი სამუშაო ძალის დასაქმებას, ხოლო აღნიშნულ სექტორებში შრომითი მიგრაცია შეიზღუდება. იმ ეკონომიკურ სექტორებში, სადაც გამოვლინდება კვალიფიკაციური სამუშაო ძალის დეფიციტი, სახელმწიფოს მიდგომა იქნება შრომითი მიგრანტების შერჩევითი და დროებითი დასაქმება. კერძოდ, პირველი, უცხოელ სამუშაო ძალას მიეცემა დასაქმების უფლება, როდესაც დადასტურდება, რომ შესაბამისი პოზიციებისთვის ადგილობრივი კადრები არ არის საკმარისი ან და ხელმისაწვდომი. მეორე, შრომითი მიგრანტების დასაქმება ხორციელდება განსაზღვრული ვადით და სახელმწიფო ზედამხედველობის პირობებში. და მესამე და უმნიშვნელოვანესი ნაწილი, პარალელურად განხორციელდება ადგილობრივი სამუშაო ძალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში შრომის ბაზრის მოთხოვნა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ადგილობრივი შრომითი რესურსებით. აღნიშნული მიდგომა შექმნის მყარ მექანიზმებს ადგილობრივი შრომითი ბაზრის განვითარებისთვის და უზრუნველყოფს ადგილობრივი სამუშაო ძალის წარმატებულ და ოპტიმალურ ინტეგრაციას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. განსაკუთრებული როლი მიენიჭება კერძო და საჯარო სექტორ შორის თანამშრომლობას ადგილობრივი შრომითი ბაზრის კონკურენტუნარიანობის და მისი პროდუქტიულობის ამაღლებისთვის. საბოლოო ჯამში აღნიშნული ცვლილებების მიზანია საქართველოში არსებული შრომითი რესურსების მაქსიმალური ინტეგრაცია ეკონომიკურ საქმიანობაში. რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტის წარმოდგენილ ცვლილებებს. ცვლილებები განისაზღვრება შემდეგი ფორმით. პირველი, დაინერგება უცხოელის დასაქმების სპეციალური შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მექანიზმი. მეორე, დარეგულირდება საქართველოში უცხოელი ფიზიკური პირების შრომითი სამეწარმეო საქმიანობა. მესამე, დადგინდება კანონის მოქმედების სფეროდან გამონაკლისი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვე მქონე პირთათვის. მეოთხე, განისაზღვრება უცხოელის ვალდებულება შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ აიღოს D1 კატეგორიის სამიგრაციო ვიზა, ან და შესაბამისი შრომითი ბინადრობის ნებართვა. მეხუთე, შემუშავდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულების ახალი მექანიზმები და განისაზღვრება მათი აღმასრულებელი უწყებები. მეექვსე, გაიზრდება საჯარიმო სანქცია იმ დამსაქმებელთა მიმართებაში, ვინც უცხოელს დაასაქმებს სპეციალური შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების გარეშე. და მეშვიდე, დაწესდება საჯარიმო სანქცია თითეული უცხოელისთვის, რომელიც საქართველოში სპეციალური შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე ეწევა შრომით სამეწარმეო საქმიანობას. ასევე უცხოელთა და მოქალაქეების არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონპროექტით. ცვლილებები ამოქმედება 2026 წლის 1 მარტს, ვინაიდან ახალი რეგულაციების იმპლემენტაციისთვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიეცეთ სათანადო დრო. ეს არის მოკლედ აღნიშნული კანონპროექტის მიზანიც და ძირითადად მთავარი მიზანი არის კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ დავიცვათ ჩვენი შრომითი ბაზარი, ავხადოთ ის უფრო კონკურენტუნარიანი და მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენი შრომითი ბაზრის წარმატებით ინტეგრაცია ეროვნულ ეკონომიკაში. თუ რამე კითხვები გვაქვს, დიდი სიამოვნებით. კოლეგებო, კითხვები მოსაზრებები ხომ არ არის? მნიშვნელოვანი ცვლილებებია ნამდვილად და მადლობა ბატონო მაღალაშვილის ინიციატივის წარმოდგენისათვის. და პირველ რიგში ეს ინიციატივა, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, რა თქმა უნდა, დასაქმებას სხვადასხვა სექტორში, ამავდროულად იმ სექტორებში, სადაც
ეგრეთ წოდებული დეფიციტური პროფესიები გვაქვს, ამის გამოვლენა იქნება, როგორც თქვენ ბრძანეთ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი და შესაბამისად ადამიანები, რომლებიც ეხლა დასაქმებულები არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო მცირდება უმუშევართა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში და ისტორიულ მინიმუმზე არის დასული წელს, ამავდროულად დეფიციტური პროფესიების გამოვლენა მოგცემს შესაძლებლობას, რომ განათლების კუთხით ვიზრუნოთ ამ პროფესიების, ამ ადამიანების მიმართ, პროფესიული საქმიანობის და გამოცდილების გაზრდის კუთხით და ამავდროულად ერთი მთავარი პრინციპი რაც არის უცხოელები, ჩვენს ქვეყანაში შემოსული უცხოელები, რომლებიც თავისუფლად შემოდიან ტურისტული მიზნებისთვის, თუ გადაწყვეტენ დასაქმებას, მას შემთხვევაში დასჭირდებათ მათ სპეციალური შრომითი საქმიანობის უფლება და ამავდროულად თუ სხვა ბინადრობის ნებართვა არ აქვთ, ანუ საქართველოში ლეგალურად ყოფნის სხვა საფუძველი არ აქვთ, ისინი ვალდებულები იქნებიან, რომ შრომითი ბინადრობის ნებართვაც აიღონ. რამოდენიმე შემოთავაზება საკითხი მექნება ბატონაშოთა. ერთი არის ეს საფასურების საკითხი, რომ იყოს დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროში მიმართვას, რადგანაც ექვემდებარება შრომითი უფლების, შრომითი საქმიანობის უფლების მიღებას მეორე მოსმენის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია, რომ საფასური განსაზღვროთ, საფასური განსაზღვროს შემოთავაზება გვექნება, რომ არა უმეტეს 500 ლარის ოდენობით, ხოლო კონკრეტული თანხა, მათ შორის დაჩქარებულ მომსახურებაზეც უკვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით იყოს განსაზღვრული. ამავდროულად საინვესტიციო ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებით, როგორც გუშინ უმრავლესობის ლიდერის ბრიფინგზეც იქნა გაჟღერებული, შემოთავაზება არის, რომ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა ნაცვლად 100,000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის ინვესტიციის შემთხვევისა და ან ვთქვათ უძრავი ქონების ყიდვისა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე არის ასეთი შემთხვევების რაოდენობა, შესაძლებლობა რომ გაიცეს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა 100,000 ამერიკული დოლარიდან გაიზარდოს 150,000 დოლარამდე და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მიზანშეწონილია, რომ გათვალისწინებული იქნეს წარმოდგენილ კანონპროექტში, ეს არის საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენასთან დაკავშირებული საკითხები, რეგულირება არის მნიშვნელოვანი, რომელთაც აღმასრულებელი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო და მიზანი უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა არის, რა თქმა უნდა. და ამავდროულად საქართველოსთან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსების საკითხებიც რომ იყოს გათვალისწინებული და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თქვენ თანხმობის შემთხვევაში როგორც მოხსენებლისა თუ დაიქნებით თანახმანი რომ მეორე მოსმენის ფარგლებში უკვე დეტალურად იყოს ასახული ჩვენს ინიციატივაში. მადლობთ ბატონო თავმჯდომარე, აღნიშნულ ცვლილებებს მეორე მოსმენით გავითვალისწინებთ და დამატებული იქნება ცვლილებების კანონპროექტში და გავითვალისწინებთ აუცილებლად. მადლობა. მადლობა კოლეგებო, სხვა შეკითხვები შენიშნები მოსაზრებები ხომ არ არის, აპარატს ხომ არ სურს, რაიმე ხმა არაფერი. ბატონო გეკითხა ხო არ სურს რაიმეს დამატება? არა. მადლობა, მაშინ გამოაცხადოთ 5-წლიანი ტექნიკური შესვენება, დაგვიბრუნდებიან ჩვენი კოლეგები და შემდეგ უყაროთ კენჭი. კარგით, კოლეგებო, ჩვენ შეგვიძლია რომ გადავიდეთ კენჭისყრის პროცედურაზე. პირველ რიგში კენჭი ეყრება ბატონიშოთა ბერიკაშვილის წარმოდგენილ კანონპროექტს, ვინ არის მომხრე. ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მადლობა. და პირველი საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, ეს არის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად. რეკომენდაცია იქნეს გაცემული გიორგი გვარაკიძის მიმართ და ამავდროულად კანდიდატს ბლუნაურის თომაზე განხილვის გარეშე ეყაროს კენჭი, ვინ არის მომხრე. ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მადლობა, ბატონო გიორგი, წარმატებებს გისურვებთ, გისურვებთ წარმატებებს ბლუნაურის თომაზეც.
და შემდგომ საქმიანობაშიც უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ორგანოს ხელმძღვანელის პოზიციაზე წარდგენა ძალიან დიდი პატივით, ამავდროულად ძალიან დიდი გამოწვევაც არის და ვინ თუ არა თქვენ ფიქრობ ერთი კონკრეტული ადამიანი რომ შეძლებთ ღირსეულად, ძალიან ღირსეულად როგორც წარსული თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ასე აწყვიდან გამომდინარე გაუძღვეთ ამ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ორგანოს. ამით საკითხები გამოწვეულია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომა დასრულებულია. მადლობა.